განათლების და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა და უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დარგის და ზოოვეტის კვლევითი ინსტიტუტის გაუქმებაზე ისაუბრეს. უნივერსიტეტის თანამშრომელთა განცხადებით მას შემდეგ, რაც სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ შეისყიდა, სამსახური 1000-მდე თანამშრომელმა დატოვა. კვლევით ინსტიტუტების უმეტესობა კი ახალი ადმინისტრაციის და ბენდუქიძის სურვილით გაუქმდა. უნივერსიტეტის თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას 2 კვირის შემდეგ ისევ გეგმავენ, რათა სასოფლო-სამეურნეო დარგის გადარჩენასა და განვითარებაზე იმსჯელონ. ჩვენ თვის საინტერესოა მათთან შეხვედრა, მათი სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ესენი იყვნენ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული მიმართულებით. ეს არის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა და ვეტერინარია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევებს ან მათი უფლებების შელახვას, ეს საკითხი ალბათ განიხილება სხვა უწყებებში. განათლების განვითარების მაგიერ მიმდინარეობს თანამშრომელთა დევნა და ქონების დატაცება ბენდუქიძის მიერ. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით გქონდა შეხვედრა დღეს განათლების მინისტრთან და მივიღეთ პირობა, რომ 2 კვირის ვადაში მომავალ ორშაბათს შევხვდებით მას და ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარული განათლების სფეროში. დაგვიბრუნონ ჩვენი ინსტიტუტი, გადაეცეს სახელმწიფო მფარველობაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პროფესორ-მასწავლებელი არის უგულველყოფილი, გამოგდებული, დამცირებული.